Apelatsiო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს ამ დრომდე განხილვა მზია ამაღლობელის საქმის. მან ცოტა ხნის წინ ისარგებლა სიტყვის უფლებით აპელაციო სასამართლოზე და ისაუბრა იმ ბრალდებაზე, რა ბრალდებითაც მას პატიმრობა აქვს მისჯილი 2 წლით და როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, ეს მისი საქმე არანაირ კავშირში არის სამართალთან და შესაბამისად ის ფიქრობს, რომ ეს არის რეჟიმის დაკვეთა, რომ ციხეში იჯდეს ამ დრომდე და როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, ეს ამ გადაწყვეტილების მიუხედავად ეს არ აძლევს მას შეშინების საფუძველს და 2 წლით იქნება თუ 7 წლით ის პატიმრობაში, როგორც თავად ამბობს, მას მაინც არ ეშინია და როგორც ის ამბობს, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ეს არის ციტატა მისი ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებიდან სააპელაციო სასამართლო პროცესზე და მანამ სანამ მზია ამაღლობელი სიტყვის უფლებით ისარგებლებდა, პროკურორებმა დააყენეს შუამდგომლობა და მოითხოვეს ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისგან, რომ დაუმძიმდეს ბრალდება მზია ამაღლობელს, მუხლი გადაკვალიფიცირდეს და იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეთა კოლეგია დააკმაყოფილებს პროკურორების ამ მოთხოვნას, შესაძლოა მზია ამაღლობელს ბრალი დაუმძიმდეს და მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში ასევე დაცვის მხარესაც ჰქონდა შუამდგომლობები მოსამართლეებთან. მათ შორის ისინი მოითხოვდნენ ცალკეული პირების დაკითხვას, მათ შორის იმ პოლიციელების, ვინც ადმინისტრაციული წესით დააკავა მზია ამაღლობელი და მათ შორის მოითხოვდნენ ირაკლი კობახიძისა და ნინო წილოსანის დაკითხვასაც, გამომდინარე იქედან, რომ როგორც დაცვის მხარე ამბობდა, ირაკლი კობახიძემ და ნინო წილოსანმა საჯარო განცხადებები გააკეთეს, რომლითაც მზია ამაღლობელი დაადანაშაულეს კონკრეტული პირების დავალებების შესრულებაში, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მათი ეს დღევანდელი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს, მაგრამ საქალაქო სასამართლომ სილის გაწვრის გამო დამნაშავედ მცნო. მოსამართლეს სახელაშვილმა 2 წლით ციხეში გამიშვა. ალბათ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მადლიერი უნდა ვიყო. ეს ადამიანები ადარებენ იმ სასჯელს, რასაც ბატონი პროკურორი მოითხოვს და ამიტომ ფიქრობენ. ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან, არც ბრალდებას და არც მოსამართლეს. ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა. იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი ოცნების ლიდერები პროპაგანდული ეთერებიდან არ დამსხმოდნენ თავს. უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არაფერი მგონია. არ უნდა შევეგუოთ. აქაც იმიტომ ვარ, ვასაჩივრებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვ სამართლიან გადაწყვეტილებას. ამ მოცემულობაში არ ვიცი სასამართლოს რამდენად გამოუვა ჩემგან კრიმინალი შექმნას. ვფიქრობ, რომ 2 წელი ვიქნები თუ 7, სასჯელის ეს სახე, რასაც მოსამართლეს სახელაშვილი განაჩენში წერს, ამ პატიმრობას ვერ ექნება ჭკუის სასწავლებელი ფორმა, ვერც ჩემთვის და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის. მჯერა დღეს იქნება თუ ხვალ ჩემს საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ჩამოშორდება. საქართველოში თუ არა ჩვენს ევროპულ ოჯახში, სტრასბურგის სასამართლოში. სინათლე არ უნდა ჩაქრეს ბოლომდე, გამარჯვებამდე. ახლა ჯერი უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიაზეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისინი. მზია ამაღლობელის საჩივარს და სარჩელს გაითვალისწინებენ თუ პროკურორების მოთხოვნას ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით, თუ 6 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას დატოვებენ ძალაში, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი.